მოგესალმებით, ჩემო გამომწერებო. ეხლა ვართ სვანეთში. ან დავიწყოთ უკვე გადაცემა. ეხლა ვართ სვანეთში. შეგიძლიათ თითოეულ სიტყვით მიესალმოთ გადაცემის. სალამი, მე ვარ ანინა ცინცაძე და ვიმყოფები სვანეთში. მესტიაში და დღეს ვითამაშებთ თამაშს. დღეს ვითამაშებთ თამაშს. რომლის გამარჯვებულიც მიიღებს სუპერ პრიზს. არა, მე მაქვს ჩემი. ამის დავისიე. თქვენ ატარებთ. გაიბეორე თუ მიკროფონში არის მისამი. არა, მაქვს მე. კარგი, და აბა რატომ წარდგენას რატომ აწყვეტინებ ვერ გავიგე. არა, თან დავაზუსტე. გრანდიოზული. კარგი, მე დარწმუნებული ვარ რომ ამ თამაშს მოვიგებ. არ ვიცი რა ვთამაშობ საერთოდ ვერ მივხვდი, მაგრამ ხო. ალბათ მოვიგებ. არ მოვიგებ და იმისი აჯობებს. დავით, თუ გინდა ორი სიტყვით მიესალმე თქვენს. მე ვარ დავითი, ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფანების ფავორიტი. გამარჯობა, მე ვარ ელენე. დებიუტი გაგვსაღეთ. ხო, მე არ ყოფილა ჯერ არასდროს და იმედია მოვიგებ ამ თამაშს. გამარჯობა. მე დებიუტი მაქვს. თეკლა ვარ ადამიანშვილი. და მე მგონი რომ ვერ მოვიგებ ამ თამაშს, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ჩაწყობა მიდის და მე აქ ყველაზე ნაკლები შანსი მაქვს. გამარჯობა, მე ვარ ნიკა ოსტოთაძე, 22 წლის. მე ვარ გიდი, უკეთესი ვიდრე ტასო. როგორც გამოიცნობდით, მე სვანეთში ვარ, მეც სვანეთში ვარ და მეც ნიკოლას ოსტოთაძე მქვია. და მე მგონია რომ ამ თამაშს მოვიგებ, იმიტომ რომ ცოტნეს ყველაზე კარგად მევიცნობ. ამ 6 ეულიდან. დაჟე ცოტნეზე მეტადაც, ასე რომ წავატები ნოსრო ყოველას. და დავიწყოთ. ახლა მოკლედ თამაშს აქვს წესები შემდეგნაირად. გვაქვს 3 რაუნდი. პირველი რაუნდის სახელი იქნება უსარგებლო ცოდნა, ანუ ეხა აქ რა ცოდნას მიიღებთ, ეგ არსად არ გამოგადგებათ და შეიძლება რაც კითხვები არც იცოდეთ საერთოდ. ამიტომ რა არის? სწორი პასუხის გარდა თქვენ დაიცადეთ რომ ორიგინალურად უპასუხოთ, იმიტომ რომ მაგას შეიძლება თქვენ ორი ქულა მოიპოვოთ. ჩაგეკითხებით. რა არის ეს ორიგინალი? მე მეგონა რომ ჩვენ უნდა გვეთქვა ისეთი ფაქტი, რაც ვიცით, მაგრამ არ გვადგება და უსარგებლო. ანუ შენ გვისვამ კითხვას. მე ვსვავ კითხვას. მაშინ აბა როგორ ჩაეცს? თქვენ ცემთ პასუხს. პასუხის სწორ პასუხს ექნება 3 ქულა, სახალისო პასუხს 2 ქულა და 1 ქულა ექნება პასუხს, რომელიც იქნება ჩემი თანაწამყვანის ფავორიტი. შენი თანაწამყვანი? ალო. დიახ. აი, ჩემი თანაწამყვანის მაცნობებს ეხა რომ რამოდენიმე ფავორიტი ყავს უკვე, 1 გოგონა არის, მაგრამ ნახოთ ვის მიანიჭებს 1 ქულას. ანუ სულ არინას 1 ქულა. თანაწამყვანით რო მოიგონა რომ პლუს 1 ქულა დავუწყე. ანუ სამი ქულა უკეა, აქვს ორი. კარგი. და მეგობრებო, იწყება პირველი რაუნდი. პირველი რაუნდის პირველი კითხვა. რა ფერის სისხლი აქვს მედუზას? არც სწორი პასუხი რა იქნება? 3. დაიცა, დაწეროს, ყველამ დაწეროს. ეგ დააგეს. მომენტ, აქეთ გადავა. დაწერე? მე გადავაბებს ვაწევი, თორე ისე ვერ გავიგე. 3 უნდა წერეთ. ეხა მიკროფონი დაიწყებს ანინა და საერთოდ კითხვით პასუხობს. და ნუ ჩემი პასუხი არის იასამნისფერი. ჩემი პასუხი არის მამამისის ფერი. როგორ? მამამისის ფერი. მამამისის ფერი? არ აქვს. არ აქვს სისხლი? ზღვის ფერი აქვს. მე გავეცინა. ხო. ჩემი აზრით თეთრი ფერი აქვს. კაი. თეთრი სისხლი. სწორი პასუხმა გაიჟღერა მინაგეთად გასაოცრად და ეს იყო თეკლა. ზღვის ფერი, ნუ ლურჯი აქვს მედუზას. სხვა არ არის. მე უნდა ჩავთვალო, იმიტომ რომ წყალი არ არის ლურჯი. კი, სისხლი აქვს და 2 ქულა მიენჭება მამამისის ფერს, მაგრამ 1 ქულა მიენჭება ნახე. ანინას, რა თქმა უნდა.
იასამის ფეხა გულში ანუ თუ პირობას დადებთ ერთმანეთთან არ უკანახებთ შეგიძლიათ ზეპირათოს. ანუ იმან რო თქვას ლურჯი შეიძლება ამა ეხა მამამის ფერი რო თქვა, იმანაც მამამის ფერი რო თქვას. დავწეროთ, მაგრამ ის არის. თან 6 შეკითხვა, მე პასტა ფურცლები გაკეთება, ამიტომ არის. ერთგან ფავორიტია დავშევ თუ ყოველ ჯერ შეიძლება ახალი არის. არა, ახალ. კაი, კითხვა ნომერი 2, მეგობრებო. ნორვეგიაში არსებობს ქალაქი. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ქალაქი, სადაც ეს აკრძალულია. ანუ არარეგულარულია ეს. რა არის არარეგულარი ნორვეგიის ამ ქალაქში? ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე უცნაურ ქალაქში არის ეს არარეგულარი. ანუ აკრძალული. რა არის აკრძალული? დავიწყო. დაწერონ და შევასწავლე. კაი, დავიდა. ჩემი აზრით ნორვეგიის ამ ქალაქში აკრძალულია ჟირაფისთვის ტელეფონზე დარეკვა. ჟირაფს რო დაურეკო ტელეფონზე? მე არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხო ამ კითხვაზე, ამიტომ მივხვდი რომ ყველაზე ლოგიკური პასუხი უნდა გამეცადა, ეს არის ნებისმიერი კანონდარღვევა. არის აკრძალული. კანონდარღვევა არის აკრძალული? საინტერესო პასუხია, დავით. დღეს არ იქნება. სირაქლემაზე ჯირითი. სირაქლემაზე ჯირითი. ნორვეგიაში. ჩემი აზრით მამის კულა, იმიტომ რომ მამის კულა? ხო, იმიტომ რომ დედის შეიძლება. ანუ დედის არ შეიძლება, მაგრამ ანუ მამის კულა შეიძლება? აი ხა რო დაურეკო და კითხო. ნორვეგიაში? ხო. ეგ ნებისმიერი კანონდარღვევა საკითხავი. ხო და მაგას ვაწევი. ეს ორი გამოირით. კარგი. და ნიკო? ერთსქესიანთა ქორწინება. ძალიან რთული პასუხები მივიღე, მინდა გითხრათ. ხედა ბატონო წაყვანო. სწორი პასუხი თქვენ და გასაკვირად ვერ გაიჟღე. ნუ ერთმა ჩაიარა ყველაზე ახლოს, მაგრამ ეს მამის კულა არ იყო, ეს იყო ზოგადად სიკვდილი არის აკრძალული ამ ქალაქში. იმიტომ რომ ნორვეგიაში გვამები ვერ იხსნება, თუ ინფორმაცია გაინტერესებთ. გვამები ვერ იხსნება, იმიტომ რომ ძალიან ყინვა ამ ქალაქში კონკრეტულად. და მოკვდი რა ვქნა. სხვა ქალაქში უნდა წახვიდე და იქ მოკვდა. როცა აგვიწყო. თუ ვირუსი გაქვს მაგალითად. დამატებით კულები, მოსკულები. რა შეხება ბონუს კულებს? ჩემ პასუხს. შენ რა გაიც? რაღაცნაირია ამას. აი ძალიან ფანტასტიკია. კარგი, 2 კულას მივცემ ჟირაფის იოთან ტემოზე და და ერთ კულას სამი კულა მე ახურსავე ელენეს ხო? კი, ელენესო. ერთი კულა ელენეს. ეხა ფავორიტი შენ გახდიდე და არ ვარ ფავორიტი. ეს მე მინდა განვაცხადო რომ არ მინდა ეს ჩაწყობები. მე არ მინდა ეს. მე არ მინდა ასეთი მოგება. ჩემსაც ავირჩევდი. ძალიან კარგი პასუხია ჟირაფთან ტელეფონზე დარეკვა. ანუ სირაქლემა სირბილე ორივე თანაბრად მომეწონა მინდა გითხრა, მაგრამ ბოლოს ჟირაფი გადავწყვიტე. რატო? ეგ მართლა შეიძლება, ესეც მართლა შეიძლება და ესეც მართლა შეიძლება და მაგიტო ეგენი არა ორიგინალური პასუხია. კარგი, მესამე შეკითხვა მეგობრებო. რამდენი კილომეტრია აქედან მთვარემდე? მომეცი. ისეთ მიყადავ ხომ რა. მოგჩი? მე არ ვიცი. რამე რიცხვი დაწე? რამდენი კილომეტრი ხო? კილომეტრია აქედან მთვარემდე, კი. გაწერეთ, უწერ. ზეპირად ვიტყვი. დავაფიქსირო? ჩემი პასუხი არის 7. 7 კილომეტრი? თელი 7. ვა, ბრავო. ჩემი პასუხი არის ნაკლები ვიდრე ნიუ-იორკამდე აქედან, იმიტომ რომ თორე ჩანს. ჩან. ნიუ-იორკი არ. ბრავო, დავით. ვიკიცავდა იყოს მას. 3.14. ანუ თორე ჩანს ნიუ-იორკი არის კი. ხო? კი კილომეტრია. ჩემი პასუხია ეგ თქვი. 1 სანტიმეტრი, იმიტომ რომ ნიკა. აქ ბულინგს არ ვართ.
გადაეცემა. ხა ჩემი თვითონ ფული გიამერი გავიგე. აი გეციდავთ. და რატო არა მზე? თორე უფრო მიყვარს. მე ვთქვი 69 კილომეტრი. რატო თუ საიდუმლო არ არის? ეგრე მახსოვს. რა თქმა უნდა, სწორმა ვერსიამ არ გაიჟღერა. სწორი ვერსია თუ გაინტერესებთ არის 684,400. 60. რა შეეხება ორი კულა გადაეცემა უპირობოდ დავითს. და ერთი კულა ალინა ხარეზებია. კაი, დაე გადავწეთ 79-ს. ერთი კულა. აი ჩემი აზრით შეცდა. დეტექტორი. ხო, თეკლასთვის ჯობდა რომ მიეცა. თეკლას რომანტიული რაიმე აი ორმაგი სტანდარტი. რადგან პროტესტი გამოცხადდა ერთი კულა მეორე წამყვანისგან დაემატა და თეკლასაც ერთი კულა. ანუ ერთი და ერთი კულა. რატო? კარგი. ამასობაში მოვიდა მეოთხე კითხვის ჯერი და მეოთხე კითხვა სტუდიაში. სოფლიოში ყველაზე პატარა ძაღლი რამდენი სანტიმეტრია სიგანეში? სიგრძეში, მაპატეთ. სოფლიოში ყველაზე პატარა ძაღლი. დასრული ძაღლი. არა, ორი წო, ორი. სიგრძე. ხა 79-ს დაწერს ეს. ჩემი პასუხი არის 12 სანტიმეტრი. მე 11 მეწერა, მაგრამ ნიკუშას რომ მივეცი კალამი, გადავწყვიტე რომ 14 იქნებოდა სწორი პასუხი. და უბრალოდ აღარ 14 გადაწყვიტე? შენ 12 ხო? მე დავწერე რომ სიგრძეს მნიშვნელობა არ აქვს თქო. თავარია გული. კი ბატონო. მე აწერე Snoop Dogg-ი. ეს უკვე სამკოლას ნიშნავს ბატონო. სამხარაო. რადგან ნიკამ შემოთავაზა რომ სწორი პასუხი ვინც აეგ მიიღებს სამსო. ყველაზე ახლოს ვინც იქნება. რამდენი თქვით შემახსენეთ? მე 14. 1.5 კულები თქვენ. ორივე 3 მოგიწი ორივე. რამდენი იყო? 6.69. მაგარი ახლოს იყო. 7 წერდი. მე რამდენი კულა? 2. და სასაცილო. რა თქმა უნდა ორი ნიკას. შეგვიძლია წაკითხული. ჯერ ვერა, ბოლო შეკითხვა არის და შემდეგ ტურს შემგადავალთ, მან წაკითხავთ მე ბოლო. კაი არაფერი. ახლა წაიკითხავს ძალიან საინტერესო შეკითხვას. ბალახს რომ ჭრით, მოჭრით. დგება სპეციფიკური სუნით, დაგვირები ხართ. და თურმე ამ სუნს აქვს რაღაც დანიშნულება, ან ბალახი ძალით გამოყოფს. რა დანიშნულება აქვს ამ სუნს? მე უბრალოდ ხუცოფერი ვიქნები. აი ვიცი რა, ბატონო. დაწერ. ფლორისტი ხალი გიზის. ოპა. მაქვს პასუხი. აუ. ხარასოდეს. კაი, ანნა დაიწყე. დავითი მოჩერს და დაიწყე. ჩემი პასუხია 900. ჩემი პასუხია ანინა ცინცაძის დახრჩობა. საინტერესო პასუხია, ალერგია აქვს როგორც ვიცით. მე გადავწყვიტე რომ პასუხი იქნებოდა კომბაინების დაფრთხობა. კომბაინების? ამ აფრთხობს კომბაინებს, დიახ. კომბაინი ჭრის და ხო. ეს აფრთხობს. გასაგებია. ანუ სანამ დაჭრის. თუ ცელით ჭრით, მაშინ რა კომბაინებს რომ სანამ დაჭრის რა. კომბაინს ვარ ჭრი. უბრალოდ რაღაც ჭრი ლოუნოუერით, მაგრამ ეს კომბაინებს გასაგებია. სხვა ბალახებს აფრთხილებს. გასაგებია. ან სტრესს გამოყოფს, არ ვიცი რომელი იყო. ან მე ხთუ სიმართლეა ძალიან მაგარია.
თქვენ? დედოწორე ჩემი სიამოვნება. შენი სიამოვნება. ნუ თქვენ ანინას აწუხებთ და თქვენ სიამოვნება. კი ბატონო. გვანიშნავს რომ დაენძრა. მინდა აღვნიშნო რომ ორი პასუხი იყო ერთმანეთთან ძალიან ახლოს და საერთო ჯამში სწორ პასუხს ხენაც. არა. სამი ქულა უდაოთ ელენეს, იმიტომ რომ ეს სწორი პასუხი არის. იგი სხვა ბალახებს ანიშნებს რომ მაცალე. სხვა ბალახებს არა, თვითონ არა, სხვა ბალახებს ანიშნებს რომ ისა შველა ჭირდება. ნუ ხო, ეგა იდეა. შენი ფორმულირებისთვის 2.5 ეს 2.5 კაცო ეკუთ რა შეეხება 2 და 1 ეკუთვნით არა რა თქმა უნდა ერთმანეთს საპირისპირო ანინას და თეკლას პასუხებს ერთ-ერთი თუ არა 2 და 1 2 და 1 ანუ 2 და ჩემი ისა ჩემი ფავორიტი და ჩემი და იმის ფავორიტი 1 მე სწორედ დავწერე 2.5 და ამათ 2 და 1 ხო იმიტომ რომ ის არა ქვია შენ კარგი ფორმულირება არ გქონდა კარგი ლიდერ დასრულდა პირველი რაუნდი თქვენად და ლიდერბორდი შემდეგია ანინა 6 და 5 დათო 4 ელენე 5 და 5 თეკლა 6 ოპა ნიკუშა 5 და 5 დავითი ბოლოზეა და ზათხართ მეორე რაუნდი არ თუ დაარტყევან თუ ოჭონა მოპასუხა თუ ვერ პასუხი ხო როგორ სასურხო ანუ ესენი აღარ გჭირდებათ დასწრებაზეა როგორც კი მიხვდებით ვინ რომელი პერსონაჟია ფილოსოფიური არა ან ანიმაციის ან იმის კარგი როგორც მიხვდებით რომელი პერსონაჟია დავაწყაპუნებთ და უნდა უპასუხოთ თუ არა სწორია -1 აჰა ოკეი თუ სწორია +1 თამაშის ბოლოს შეიძლება ჩემი ფავორიტი გამოვავლინოთ ერთი ფულის მაგრამ ნახოთ 4 უნდა წავიკითხო ყურადღებით მომზადეთ ვიწყებ ვარ კოპცია გოგონა მოიცა რა ხდება უნდა გამოიცნო რომელი პერსონაჟია ტაშის დაკვირით და დასწრებაზე ერთი მულტფილმი ან წიგნი ორივე ერთი შესაძლოა მაგ შესთავის უფლება არის ან რო დაარტყავ უნდა უპასუხო ხო და რო უპასუხებ -1 -1 ვაუ დაიცა ყურადღებით ვარ კოპცია გოგონა და ყველაზე ძლიერი ბავშვი მსოფლიოში მამა ჩემი მეზღვაურია ეს არა სწორი პასუხია მამის მეზღვაური იყო თუ გნებად გავაგრძელებ სათამაშოებით სავსე ჩემოდანი მაქვს თმა წითლად შეღებილი მყავს ცხენი რომელიც ჩემთან სახლში ცხოვრობს არ დავდივარ სკოლაში მაგრამ სულ მაქვს თოგაც კოპცია ჩემი მოგონილი და შენი მოგონილი რომ შენი მოგონილი რომ მაგიტო ვერ გამოვიცანი იმიტომ რომ პეპი თავისთავად კოპციას არ უწოდებდა არას ხო მე უწოდე ეს ეთქვა დაუწეროთ არ მე დამიწია არასდროს დაგიწერია ჩემს ეკუთვნის ანინას ელენემ დაიმსახურა 2 ქულა და ანინამ 1 ანუ ელენემ 2 ქულა წარმატებისთვის სწორი პასუხისთვის ვერ გავუსწრებ ჩემი სამი გაყო არა 2 ქულიანია ეს 3 ქულიანი არა მე რასაც მეძახია ეგ ჩემი ნამდვილი სახელი არაა სუპერმენი ჯერ ვითხრა სუპერ ეს არასწორია ეს არასწორია თქვენს აღარ გაქვთ პასუხი ხო ანუ რისკზე წავით ყოველთვის მხიარული ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემ მეგობრებთან ერთად დავდივარ თავგადასავლების საძებნელად და ჩემი გზა ყოველთვის ცისარტყელებით და კამპეტებითაა მორთული ჩემი ოცნება ვიყო თერაპიის ძაღლი ადრე ვიღაცებმა წინდაში ჩამსვეს და მდინარეში პერიტო ეს სწორი პასუხია ეგ ის არის ხო შეფერილი ხო ასე მთავრდება ადრე ვიღაცებამ წინდაში ჩამსვეს და მდინარეში გადამაგდეს მაგრამ მე მაინც არ გავუბრაზდი წინდა ხოლმე დამრჩა მესამე ყურადღებით მესამე
მამა სხვაზე მათხოვებდა, მაგრამ ჩემი გული მხოლოდ ერთს ეკუთვნოდა. მან ჩემი მომავალი საქმრო ჩემი გული ვისაც ეკუთვნოდა. ამ ადამიანმა ჩემი ნესტანი? ეს სწორი პასუხია. ეს კოლგი რა თქო ანუ დაიბინა. არ დავიბენ. დაგიზუსტეთ უბრალოდ. რა? საიდან ხო იმე? რანაირად წავლენ თქო ეგ. თუკრემა დავამთავრებ ამას. ჩემი მომავალი საქმრო მოკლა და ამის გამო დამსაჯეს მონასტერში გამომწყდეს ხანდახან ვეფხსაც მადარებენ ჩემი გულის სწორმა ყველაფერი გააკეთა ბოლოს თავი ტახტზე ამოყავდა. შემდეგი. მეოთხე და ბოლო ამ იმაში რაუნდში. ობოლთა თავშესაფარში გავიზარდე. ფაფა რომ ვითხოვე თავშესაფრის წევრები მე მინუსერ. ვერტიკალ დამიწერე. აი, ბოლოს შეიძლება ჩემი ფავორიტი გახდეს. რადგან ამდენი -1 გა. უკრავს ტაშ. შექმნებიანი კატა. -1. ფაფა რომ ვითხოვე თავშესაფრის წევრები გავაკვირვე ამით. შემდეგ ჯიბის კურდების ბანდაში მოხვდი და ურიგოდან ოლივერ ტვისტის ალბერტის -1 არ დამიწერა რა. დაუწერე. სამი ქულა ელენეს. არა, 2 მაყადი. რა ოლივერ? ანუ სწორი პასუხი იყო ოლივერ ტვისტი. ოჩახ, ბრავო. დიახ. ამდენი -1-ის გამო ნიკოს 1 ქულა. კი ბატონო. 1 ქულა შენ, პლუს. ვერ გაბათი. კაი, აქ ეხლა რა ოთარან თქვრევე? მე სხვა ვერსია წავიკითხე? 9 და 5. რა? სხვა ვერსია წავიკითხე? ოპა, ელენე და ანინა გათანაბრდნენ 9 და 5-ით. ხუთი შეატყობინებელიო. დავითი ბოლოზეა კლავ და კლავ. და ბოლო მესამე დასკვნითი რაუნდი. სანამ მესამე დასკვნით რაუნდზე გადავიდოდეთ, ანუ მესამე დასკვნითი რაუნდი უნდა ყოფილიყო იდეაში ქულების მიხედვით, ანუ პირველი ვინც ყველაზე მაღლა იქნება და მაგას უნდა დაეწყო. რადგან თქვენ ერთად გაქვთ, თუ გინდა თქვენ გადაწყვეტთ თქვენ შორის ვინ დაიწყებს. ეგ უფრო დიდი უპირატესობა არის. ჯეირანი ერთამდე. დავიწყებ. უპირატესობა ვინც დაიწყებს. ეგ არ არის. ჩვენ გამოვიცეთ. არა, თქვენ ხართ უბრალოდ აი ესენი იწყებენ. ვინ იწყებს? ანინა იწყებს? ხო, მანამდე გითხავთ, ბავშვობაში რაზე ოცნებობდით, რომ გამოსულიყავით თითო სიტყვით მითხარით. რა გამოსულიყავი? რამე მაგარი. აი, კოსმონავტი. პროფესია რა რა? ბავშვობის თემაზე გადავდივართ. მაგაში ძალიან ეგეცი არის. ერთი სიტყვით ვერ როგორ ვერეთ? ანუ ბევრი რაღაც პროფესია, თქვენ ლამაზი პროფესია. არქიტექტორი. პილოტი. პრინცესა. დავით შენ? ედუარდი. ედუარდი ვინა? შევარდნაძე? Twilight-ი და ელენ ფლორისტ. არა, მოგზაური. მოგზაურე? თეკლა შენ? მეც მაგ ეგ პასუხი არ თქვენ არ გავარდნილ ხართ ამასიდან. მე რომ ის მინდოდა სახიობობა ეგ სახეობა? და სენდერს. ნიკოშა შენ? აგინდა? ხევა. მე დღესაც ავიცი რა მინდა. ეს რომ არ როგორც თქვი, ანუ პირველი იწყებს ანინა. ანინა, შენ უნდა აირჩიო ანიმაცია, ანიმაცია დაგისვა ბლიც. ოკეი. ანიმაციების სახელებია: შრეკი, მაკკვინი, 7 კითხვა. შრეკი, მაკკვინი, ფროუზენი, მადაგასკარი, დიდი გამყინვარება. აი, მე ან ფროუზენი მინდა ან შრეკი. არც ერთი არ ვიცი კარგად. მოდი. არ ვიცოდი. მედი. აი, შრეკს ამ ბოლო დროს ვუყურა, ამიტომ შრეკი იყოს. 1 2 3 რა არსებაა შრეკი? Ogre. რა სიტყვებს იმეორებს ვირი როცა პირველად შეხვდება შრეკს? მეგობრები ვართო? რა? კიონერას იმეორებს? არა, შრეკი. ესა ვირი. რა სიტყვებს იმეორებს მუდმივად ვირი როცა პირველად შეხვდება შრეკს? არ ვიცი რა ზამი. შეიძლება დავრჩე შენ აქ. Can I stay with you? What? Can I stay with you, please? Of course. Really? No. ეგეთი აუქნა. რომელი სიმღერით იწყება შრეკი? Hey now you're a ჰეი ნაუსტია. რას ქესისაა ფიონას ძველი დრაკონი?
გოგონა. Female. კი ბატონო. შრეკი 2-ში რომელი პერსონაჟი ხვდება დრაკონით დაცულ სასახლეში უმშვენიერეს პრინცს? მგელი. როგორი მგელი? წითელ ქუდას მგელი. კი ბატონო. ვისთან დებს ხელშეკრულებას შრეკ 4-ში შრეკი? რუმპელშტილსკინთან. როგორ იშლება რუმპელშტილსკინის დადებული ჯადო შრეკ 4-ში? True Love's Kiss. ეს სწორი პასუხია. შენ აიღე 7-დან 6. ეხა ელენე. მე წავიდე. მაგრამ ეს მოსულები კარგად არ ვიცი. რომელი მაკუინი, ფროუზენი, მადაგასკარი დიდი გამყინვარება. არც ერთი არ მახსოვს კარგად, მაგრამ იყოს სახელები არ Frozen-ი. ფროუზენი? შენ ჩემი ფავორიტი არჩი. არ ვიცი, კარგად ყველა გიხარია. მე 3 2 1 Do you wanna build it? Snowman. ვინ არის? Do you wanna build a snowman? Come on, let's go and play. ვინ არის კრისტოფის ოჯახის წევრები? ვისი? კრისტოფის. არ ვიცი. ქვები. რა არის ოლაფის მთავარი ოცნება, რომელიც ანიმაციის ბოლოს ელზა მაუსროლა? არც ეგ არ ვიცი. დავით დაიხმარე. ვინც დაეხმარება ერთგულას დაუწერ. რა არის ოლაფის მთავარი ოცნება, რომელიც ანიმაციის ბოლოს ელზა მაუსროლა? ადამიანი გახდა? არა, ზაფხულში მზეზე რო დაწვდა დაიზაგროს. Always love the idea of summer and sun and all things hot. Really? I'm guessing you don't have much experience with heat. Nope. But sometimes I like to close my eyes and imagine what it'd be like when summer does come. Bees will buzz, kids will blow dandelion fuzz, and I'll be doing whatever snow does in summer. I drink in my hand, my snow up against the burning sand, probably getting gorgeously tanned in summer. ვითომ შენ ხარ ოლაფი? გამიკეთე ეს საუნდი შენი ხმით. შენი ხმით და რასაც არ უნდა გააკეთო ბაი. ოლაფის ხმით. ოჩახ. არა, მართლა. ოლაფი ვერ აკეთებდა და ვითომ ცდილობდა და ესეთი არის დაახლოებით. ამიტომ შემდეგი. რა არის კრისტოფის პროფესია? სადღაც არის რომელიღაცა ჯიხურში რაღაცას რო აკეთებს. ფეხაცმელებს და რაღაცებს რო. ყინულსშრის. რომელიც სიმღერა ამშვენებს ყველაზე ლამაზი პრინცესა ელზას ქარიზმატულ ეპიზოდებს. უნდა ვიმღერო? არ ვიცი. ჰა? არ ვიცი. Let it go. Let it go. ხო, ეს. და ბოლო. ოლაფი ერთ ეპიზოდში ეძახის ელზას, მერე ანას, მერე კრისტოფს, მერე სვერს. არავინ არ უპასუხა და მერე ამბობს რაღაც სახელს, ანუ იმასაც ეძახის. მერე კი თვითონ ეცინება, იმიტომ რომ ამ ადამიანს საერთოდ არ იცნობს, რომელ სახელს ეძახის. არ ვიცი. Samantha. Elsa. Sven. Samantha. I don't even know it's Samantha. Samantha. მე არც ერთი არ ვიცი კარგად მაქიდან. შენ ცუდად არის იასპარეზე, მინაგითხრა 4 აიღე 7. უნდა მე რომ აფი უნდა ყოფილიყო მან, ზეპირად ვიცი. მინდოდა და კიდე ვიცი კარგად რა. მე მგონი მაკუინი თუ აიღო ნიკოლა, შეიძლება არ ვიცი, როგორც კი. ქულები არ მინდა, პროსტა ეხა ხარ შენ. მეც მეკუთვნოდა, მე მეკუთვნა პროსტა. არა, ყველასე. მაკუინი. დაასრულეთ ფრაზა. სისწრაფე, მე ვარ სისწრაფე, ერთი გამარჯვებული, 42 ლუზერი. სისწრაფე მარია, ერთი გამარჯვებული, 42. გინა ინგლისურად, speed, I am speed. One winner. One champion. I eat Champion. I eat losers for breakfast. Oh, მართალია.
Okay, here we go. Focus. Speed. I am speed. One winner. 42 losers. I eat losers for breakfast. რა ფერია არის დინოკოს მერჩი? რომელი? დინოკოს მერჩი. ეგ რომელია? ისეთ სფერი. რომელი ბრენდის მანქანაა მაკვინის შეყვარებული? სალი. Porsche. რომელი გზატკეცილზე მოხდება მაკვინის შემთხვევით? გზატკეცილზე იქ სადაც ეს რიცხვი არის. რომელი რაღაცაზე? რიცხვი? რომელი ესეთი იწყება? 60. 60. და 63. 66. გამიკეთე მაკვინის ცნობილი ჟესტი, რომლის დროსაც ის ფარს ანთებს და ანათებს სხვა მანქანებს. და ფიუ. კაჭო. როგორ გამოგესწრებინა? გაკლებდი. კაჭო. რა არის მაკვინის მეგობარი მატერის ყველაზე დიდი ნიჭი? იმის შეშინება. ტრაქტორების. ყველაზე დიდი ეგარ ამარა გითვლი, ზადნიცია როლია ყველაზე დიდი. ხო. ბაზარი არა. მაკვინის შეყვარებული სალი, იტალიელ ბრბოლერ ფრანჩესკო ბერნოუში, რაზეც მაკვინო მერე იეჭვიანა. იქ მეუნე ნაწილშია, მეუნე ნაწილი არ მახსოვს. გახსოვთ? შეიძლება გადადომაქეთ. ღია ბორბლებმა. მერე, შემდეგი. მორჩა. ნიკა მიდე. ნიوار. მადაგასკარზე დიდი გამყარება დარჩა. მადაგასკარი იყოს. ჰა? მადაგასკარი იყოს. ქართული უცნაური გახმოვანებიდან დაასრულე ფრაზა. ზებრა კი ვარ, მაგრამ ვერივიცა მუშაობ. ოჩახ. ნახევარი კოლა მაგის გამო. რომ ეგრე პლუს ნახევარი კოლა. ინტონაციით რო. რა ქვია პინგვინების მეთაურს? კოვასკი. ტიპერი. აუ. ის ნახევარი კოლა და. კოვასკი ვინ არის აბა? კოვასკი ვარიანტები. ის მაღალი. ნიჭიერი. Okay. რომელი სიმღერა King Julian-ის საყვარელი სიმღერა? I like to move and move it. რომელი ბეგემოტს მოეწონება გლორია? მეორეს. მოტომოტოს. Moto likes you. რომელი პერსონაჟი ადაპტირდება ყველაზე კარგად კუნძულზე? გაიმეორე კითხვა? რომელი პერსონაჟი ადაპტირდება ყველაზე კარგად კუნძულზე? გელი. რა მგელი ბიჭო გელი არა ასა. კი არა და ლომი ბოდიშ ლომი. ზებრა არის. ზებრა? არა, გელი. გელი არ ლომი. განმარტე კობალსკის სტრატეგიული უკან დახევის გეგმა. აუ, შემდეგი. გავბივართ ოღონდ კაცურად. დამისახელე ცნობილი ქართველი პერსონაჟი, რომელიც უფრო მაგარია ვიდრე მადაგასკარის მელმანი. ოთარანთქვი. ნახევარ კულას მოგიმატეთ, სწორად. მეც როგორ აკითხო? დამისახელე ცნობილი ქართველი პერსონაჟი, რომელიც უფრო მაგარია ვიდრე მადაგასკარის მელმანი. რა შეიძლება უფრო მაგარია? ჟირაფიჯოზე. სწორია. ეს ვერ გავიგე. მორჩა? ხო. მართლა? ხო. და დავით. მე ვარ ის. მიდი ბოლოა და დავიწყოთ აუ ვერ მოვადა. ნახე როგორი ჭამა მიმდინარეობს. აუ დავით რა საკეთე? მაკრატელი უნდა დავით. ხოვანი და დაეხმარა. იქ ჩააჭირე, იქ ქვემოთ. მე იქ ისა დაღიწვე. როგორი სუფრა გავშალეთ იმე. აი. დიდი გამყინვარება. დიდი გამყინვარება ვსურჩევ მე. დამთავრე. შევ თუ თვითონ ეცა. მოიცა კობდარი აქეჭო. ვე როგორ გავუჭო? ჩარჯა. იარ გამოწიო ჩარჯა. არ ერჩო. გავუშვი ხელი. დავით. დამთავრე უცნაურად გახმოვანებული დიდი გამყინვარებიდან სიმღერა. მამონტიუსი. არ გადაშენდიუსი, ტაშიტოშიუსი. რომელია მთავარი პერსონაჟებიდან ისეთი ცხოველი, რომელიც ჯერაც არ გადაშენებულა? მთავარი პერსონაჟებიდან ისა მზარმაცა. სწორია. რა ქვია მენის და ელის შვილს? ფიჩის. რომელი ცხოველი ეგონა ელის თავი? ისა ოპოსუმი. რა ოპოსუმოჩკა. რას ასწავლიდა CD დიეგოს? ცურუას. ბრავო. რა შვებოდნენ ოპოსუმები და ელი, როდესაც საფრთხის მოახლოებას გრძნობდნენ? თავს იმკვდარუნებს. ბრავო. ხელებით გააკეთე დიეგოს და პატარა ბავშვის ერთმანეთთან კონტაქტის ჟესტი. ბრავო! და 7. დავითი. ხარ მაგისაჩევა არ უნდა და
არ მე უბრალოდ მუსიკები კარგად ვიცი. დავითმა აიღო 7-7, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ ლიდერობს. რომელზე ვარ? მეორეზე მაინც არ ვარ. მესამეზე მაინც. მეოთხეზე მეგობრებო, ახლა დავამთავრებ გადაცემას და გავაგრძელებ ჭამას. მე მინდა გითხრათ, რომ საჩუქარი მარტო გამარჯვებულს არ ხვდება. საჩუქარი თითოეულ თქვენგანს ხვდება. თან თითოეულ თქვენგანს. თითოეულ თქვენგანს საპირწონეთ, მის საპირწონეთ შეურჩი არჩევანი. საჩუქარი. ეხავე გადმოგცეთ? ეხავე გადმოგცეთ? ანინა. გამარჯვებულს. ეს შენ. შემდეგი. თეკლა, ეს შენ. შემდეგი. ელენე. ეს სახლი შენ, სადაც არის ეზო, 3D სახლია. ხო. ნიკა, შენ გინდოდა ტაჯ-მაჰალში წასვა, მაგრამ ინდოეთში წასვლა არ გინდოდა, ამიტომ ეს შენ. და ბოლოს დავითს. დავითს ეს დინოზავრი. ასეთი ყველათ იყავით ხო? და დღევანდელ გადაცემას. დღევანდელ გადაცემის მონოლოგი ყავ, რომ იყავით მუდამ ბავშვები და ბავშვურები და გახსოვდეთ თქვენი ბავშვური ოცნებები. მე არა ვარ ბავშვი. So, ახლა გშიავ ჭამთ. პაკა.